ჩემი ყოფილი საყვარელი დისტილერიის ძალიან საინტერესო ბოთლს განვიხილავთ. ყოფილი საყვარელი. კარგი. ხო, Highland Park-ი. როგორც იცით, ჩემი საყვარელი ვისკი იყო, როცა 12 წლიანი გამოდიოდა ესეთი ნარინჯისფერი ზოლით, უკვე მე სამი თაობის წინანდელი. კი ბატონო. 2016 წლამდე გამოდიოდა მაგ დიზაინით. მაგის მერე გამოუშვეს სხვა დიზაინით. ეს ვიკინგებიანი თუ რა ქვია, Viking Scars ქვია. კი ბატონო. და ის რო გავსინჯეთ ძველთან შედარებით, მაშინ თქვით ესეთი ძალიან გულში ჩამწვდომი ფრაზა მე და ლევანმა ამაზე უარესი ხო არაფერი აღარ შეიძლება იყოსო. რა მოხდა? რა მოხდა და გამოვიდა თეთრი ეტიკეტით Highland Park-ი და რო შევადარეთ თეთრ ეტიკეტიანს აი ის ახალი რომელზე უარესის აღარ უნდა ყოფილიყო არაფერი ის კიდევ უფრო უარესი გამოდგა. ის იმაზე ვთქვით რომ ეს რა კარგია ბლაინდ ეგ შევადარეთ კაცოს ეგ შევადარეთ ბლაინდზე და ბლაინდზე რო შევადარეთ და დავსუნეთ იმ ამაზე უარესი აღარ უნდა გამოვიდეს ხო ვთქვით რომ ეს ალბათ ახალია იმედია ახალი არის ეს იმედია ეს იყო ძველი და ანუ ის იყო ხო ეს არის ძველი სამი თაობის წინანდელი Highland Park-ი ლიმიტირებული გამოშვების Dark Origins ესე ქვია და ეს არის ბოლო Highland Park-ი, რომელიც ესე Highland Park-ი ძალიან ხშირად უშვებს ამ თავის ლიმიტირებულ და განსხვავებულ გამოშვებებს რა. ხო და ეს არის აი ამ დიზაინის, აი ამ შეფუთვის მე რომ მიყვარდა. მაგ შეფუთვის ბოლო ბოთლი. ამის მერე ეგრევე გადავიდნენ უკვე იმ ვიკინგების დიზაინზე. ხო, ეგ ბოთლია ისეთი, უბრალოდ შავია თორე ფორმა და ის ეგაა. ფორმა ხო, არა, ფორმა პრინციპში ყოველთვის ეს და იგივე აქვს, უბრალოდ ეს ნაკვთები და რაღაცა და ხოც როგორ უნდა მიხვდე. აი ეს Highland Park პარკი წერია ცენტრში. ოკეი. გამოწიეს აქ მარცხნივ. პარკი გამოწიეს მარცხნივ H-ის ქვეშ გააკეთეს. და ეგ არის უკვე ვიკინგების პერიოდის ვისკი. ანუ ეს არის სულბოლო გამოშვების ბოთლი. კი ბატონო. რომელიც იმ ჩემი საყვარელი დიზაინით გამოვიდა. ამბობს რა აქვს ისტორია. ამ ბოთლის ისტორია არის ის რომ სითხეს ხო ბოთლზე აწერია რომ ეს არის double first fill Oloroso casks. რაც ნიშნავს რას რომ აიღეს ჩვენი Highland Park-ი ჩაასხეს პირველადი გამოყენების Oloroso-s ყასრებში რამდენიმე first fill Oloroso-s ჩაასხეს პირდაპირ რამდენიმე წელი დაელოდნენ და მე ადრინდ და ეს უკვე დაძველებული სპირტი გადაასხეს ახალ first fill Oloroso-ში ხო იმიტომ რომ double first fill ანუ ორჯერ არის დაძველებული რამდენიმე წლით მიუხედავად იმისა რომ უასაკოა მაგრამ ნუ ეხლა თითოში 1-2 წელი მაინც ხო იქნებოდა 3 წელი რაღაცა რა ვიცი მე ორჯერ არის მოკლედ ჩასხმული ამ პირველად Oloroso კასრებში ანუ მანამდე რომ ანუ ერთხელ რო first fill აზერია უკვე ვა რა კარგია ორჯერ first fill-შია ჩაასხეს გადაიტანეს ისე first fill-ში. საბოლოო ჯამში ამ სპირტის გატარებული დროის 80% არის first fill Oloroso-s კასრში და 20% არის მეორად second fill Hawks Head-ში, ასევე Oloroso-ში, ანუ ორჯერ რო გადაასხეს ამ ორჯერ ჩასწა first fill-ში, ამ ორჯერ მისი დაძველების შემდეგ დაასვენეს, ასე ვთქვათ, მეორად Oloroso-s კასრში დიდ რაღაცა ნუ ხო რა 80% არის first fill-ი ორჯერ თან და 20% არის მეორადი Oloroso. 46.8 გაუფილტრავია ვისკი, შეუღებავი და ეგ არის რა. ეს 46.8, 47.3 და ეგეთი გრადუსები რო აქვს ხოლმე. სულ მგონია რომ გრადუსზე კი არ არის დასმული, მოდი 48-ზე დავსვათ რა. მერით უფრო კაი ისტორია აქვს ხოლმე, რომ ანუ რაღაცა აზავებს, გააკეთებს, გასინჯავს ჰოპ სტოპ კაი. ეგეთი რაღაცა იმ მომენტში მოუწია 46 და 8 და დატოვეს ეგრევე. ნახოთ, დავასხამ აბა ეს რაღაცა ძველი პერიოდის და შემორჩენილი ხო იცით სადაც უნდა აუ რაფერია ბიჭო სადაც უნდა გასინჯოთ იქ სადაც დაუვიწყარი ვისკები ისინჯება შეგიძლიათ აქ მოხვიდეთ და დარჩენილი გასინჯოთ კაი მუქი ფერი არის მუქი არის სიმართლე გითხრა ესეთი შავი ბოთლები ერთი მხრივ ძალიან ელეგანტური და ესეთია მომწონს მაგრამ ვერ ვიგებ სითხე რო არ ჩანს შიგნით ცოტა ან რამდენი დარჩა ან რაფერი არის ხო ეხლა ესეთი შავი რო იყოს გალმურის ბოთლი მაშინ მაინც გოსუდინებოდა რაფერია სხეში ხო ხო სულეთია ხო და ეს კია დამოვის ფერი რა გინდ თითქოს ხო კი შეგების გარეშე ალბათ აბა ვნახოთ კარგი აბა შევხედოთ ხეს ჩვენს Dark Origins აჰა რა გინდა რაც მოყევი ისტორია ეგ არის რა აუ რა აუ ჩაჯდა იმენა ჩა
ჩახარშული ის არის, რა ქვია, მურაბები და ქიშმიშები არის. მე ხა არის. ორმაქსია მონებას ვღებულობ, იმიტომ რომ სალკეხოს first wheel olorosოა და თან ის ჩემი საყვარელი პერიოდის Highland Park-ია და იმისი არომატები მოდის კიდე ეს კლასიკური ის აქ ხო ეგ რა არის Highland Park-ის ისა ბიჭო რა არის მარტო ის არ არის ნახე აი ედრადორის მაღალასაკიან ხერესებს რო ხერესის კასრებს რო სიმჯავთ ხოლმე იქაც ხო არის ის ჩახარშული თელეკიშმიშები და რაღაც მაგრამ ის იქ მეტი სიტკბოა აქ რაღაც ჰაერონებაა და რანერთა ხერხებს ეს Highland Park-ი რომ მე მგონი ის რაღაც მინერალები აქვს ოდნავი სიმლაშე და ბოლი ხო მაგას ვთქვი სიმლაშე და ბოლი ოდნავი რო დაკრავს აი ის აკეთებს რაღაც დაუწყარ ხასიათს იმ ძველი Highland Park-ისა ხალხო ეს ბოლო ორი თაობისა აზრი არ აქვს კი დალიეთ შეგერგოთ მაგრამ რასაც მე ვლაპარაკობ იმასთან კავშირში არ არის საერთოდ რა ხო და იმ ძველი თაობის აი რაღაცას აკეთებდა კიდე და თითქოს აი ბურბონიც ეთყობოდა იმას ის 12 წლიანი ხო ბურბონიც არის 12 წლიანი არის ბურბონი და დაფინიშებული შეერში ზოგადად Highland Park-ის დღემდე პროფილი არის სტილი უბრალოდ კასრებში დაზულების არის რომ გრძელდება ექს-ბურბონში და ფინიშდება შემდეგ შერიში. აი ახლა ამას აქ ძალიან დაძველებული ისისა. ანუ ნახე, უასაკოა ტიპი და ბლაინდზე რომ მოგეცა მაღალასაკო. ეხლა ნახე ორჯერ ძალიან ჩარბილებულია, ძალიან დარგვალებულია. ანუ ყველა ის თვისება აქ რაც მაღალასაკიან 20 წელზე მეტი ვისკისა აქვს ხოლმე რა და first fill-ის ამბავია ალბათ რა, იმიტომ რომ კასკმა უბრალოდ მოხარშას იქე რა, ორჯერ double kiss. ორჯერ the first. ხო, ეს ეხლა რამდენჯერმე შებოლო და ტორფირო თქვით, რო არის ფიქრობთ რომ რაღაცა ტორფირებული მძიმე რაღაცა ვისკი არის. აი მაგალითად არტბეგის შებოლვის 10 წლიანი არტბეგის შებოლვის კოეფიციენტი ppm-ი თუ არის 55, ამისი არის 7. ოფიციალურად აქვს ნათქვამი რომ 7-ია. აი რა გამოცდილი ვისკის გამსინჯველი თუ არა ხარ ვერც მიხვდებით რომ ტორფიანია რა. აი ესეთი მომენტი შეიძლება იყოს რა. ხო და თუმცა თავის აი შერასწროს მარილი და სიმლაშე და რაღაცა აი მაგას აძლევს ჩემი აზრით ძალიან სუბუქი შეება. ეს არის აი Highland Park-ი მაშინდელი ძველი დიდების Highland Park-ი რომელსაც მართლა მოყვებოდა ეს რაღაც დაუწყარი ხასიათი და რომელიც მაკალანის არ იყოს გამოგარჩევინებდა ყველასგან რა ანუ აი რაღაცა ხელწერა არსებობს რომ შედარჩუნება ძალიან ძნელია სხვათა შორის არის უამრავი ვისკი რომელსაც ხელწერა საერთოდ არ აქვს სხვადასხვანაირი გამოდის მაგრამ კარგია მაგრამ ცუდი კი არ არის სულ კარგ ვისკებს უშვებს სულ კარგ ფასში აკეთებს ამ ყველაფერს სულ დაუვიწყარი ვისკები აქვს მაგრამ ხელწერა არა ის არა ხან ისეთი გამოვა ხან ისეთი მაგრამ კაი ხო ეგრეა ხო და ეს რაღაცა სავიზიტო ბარათია რა. ხო, თვითონ ახლა კონკრეტულად არომატებზეც რო ვთქვათ, ცხვირზე ახლა ველიჯანამ რა სხვა მარილი და seaweed ესეთი რაღაცები. ხო, იგრძნობა ეგა. ზღვის მცენარეები და რაღაცები. იგრძნობა. რა თქმა უნდა, უფრო ზემოთ არის ოლოროსოს ეფექტი, ხო? ცოტა ისეთი მშრალი სიტკბო. ცოტა რაღაცა ისეთი მომჟავო. ბიჭო, ვანილაც არის და რანა საიდან მოდის არ ვიცი. ვანილიანი ნამცხვრის სუნი არის. ეგ წესი ბურბონის კასრებს აქვს, მაგრამ აქ არის ბურბონის კასრი, მაგრამ ეგიც მოახერხა რომ რაღაცნაირად ჩაეკვეხა ამ გემოებში რა და იმიტომ აქ ძალიან კაი ბუკეტია რა, ძალიან მრავალფეროვანი არის რა. აბსოლუტურად არ არის მოსაწყენი. აი მოდი ვაღიაროთ რომ ძალიან კარგი ხარისხისა მithქვია ბევრჯერ რომ მარტო ხერესში დაფინიშებული, აი ხერესის კლასიკური ნოტებით, მაგრამ კარგია, ვერაფერს დაუწუნებ, კარგია, აუ რა კაია, მაგრამ უცბად ხვდები რომ მოსაწყენია ბიჭო. არაფერი არა აქვს. აი ამას არა, ეს არ არის ეგრე. ხო და ეს არის მოსაწყენი, ბევრი სხვა რაღაცაც არის. მაგრამ ჰინტები აქვს რაღაცეები, სხვადასხვა ეს წეტილები. მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ არის first wheel olorosოში დაძველებული, შერი ბომბი არ არის ეს ცხვირზე. ხო. და აი ახლა თუნდაც ედრადორი რო ავიღოთ, ხო? ედრადორი რომელი ედრადორი სამ დაიღო, რო აწერია რომ დაძველებულია შერიში, olorosოში ან PX-ში, ხო? ყველა არის წინასწარი რომ იქნება აი მძიმე შერის განსარევია, ძალიან გემრიელია და ყველაფერი. მაგრამ აი ის სტილია, შერი ბომბ ვისკი არის. შერი ბომბის გასინჯო თუ გინდა, უნდა გასინჯო ედრადორი ან უნდა გასინჯო რავი გლენფარკლასი და ესეთი რაღაცები. კი. ამას აწერია რომ სულ olorosოა, თან ორჯერ გადაასხეს first wheel-ში, ელოდები შერი ბომბს, მაგრამ შერი ბომბი არ არის olorosო რა თქმა უნდა ეთყობა, მაგრამ აი სხვა რაღაცები სიმლაშე და ის რაღაცა პატარა ოდსულოდნავ ტორფი და აი ვანილი რაც თქვი და ესეთი რაღაცეებიც არის, ანუ საერთოდ სხვა ტიპის ვისკი არის, რომელიც სხვაგან არ მეორდება და არ გახსენებს სხვა არაფერ ვისკის რა. ქართულად ერთი ესეთი გენიალური გამოთქმა შეძახილი არსებობს რა. თამადა გაშრახელი. მოდი, აბა უნდა თავია და ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. აუ როგორ დახვეწილია რბილი ცხარეც თაფლები წამოვიდა აქა აუ რაღაცა ვანილიანი თაფლები ის არა სხვათა შორის წაბლი არა სხვანაირად ცხვირზე საერთოდ არ გავდა ჩემს საყვარელ 12 წლიანს და გემოზე გავს კლასიკურ აი სიცხარით არა ხილებია
თხილია ბევრი ბოლოს თითქოს უკვე ეხლა წამოვიდა ხო თითქოს кайხნის დაღეჭილი გაქვს და ცოტა ხმილებში შაქში როცა დავიძახ მაშინ წამომივიდა მეც აუ თხილები არის და თან ეს თხილი ამოვლებულია პატარა იმაში სიროპში იმის ოლოროს დასიროპებული ოროლო მომიგონებ ეხლა ეგეთ პროდუქტი ვარ არსებობს და იმაში თაფლში რომელიც ცოტა სიცხარეს ტოვებს პილპილი სიცხარეც არ არის სიტკბოს სიცხარე ხან არის სიცხარეა ისი რო პილპილოვანი არ არის თითქოს აი ზედმეტად ტკბილი რაღაც წამლის არის კი წამლის თაფლის სიცხარე არის კი მაგრამ აი ზედმეტად ტკბილი რაღაცა რო სიცხარეს ავიტოვებს ხოლმე აი ეგეთი სიცხარე არის რა ერთი წვეთი რაღაც თითქოს ტკბილი რაღაც ჩაუშვეს ძალიან დახვეწების გია კაია კარგი ფინიში აქვს საშუალო სიგრძის თუ სიგრძეს ჩავთვლით მაგრამ ნუ აი ძალიან კარგი რა გრადაციები აქვს სუნზე ძალიან მრავალფეროვანი მეტი რა ვქნა სხვანაირია რა მეტი მე რა უნდა ვქნა კაცო იმან რა უნდა ვქნა მეტი ხო ეგ უნდა მეთქვა ანუ არის ანუ მე ეს ვისკი დამახსოვრდება რა ჩემი საზომი ყოველთვის არის ოდესმე გამახსენდება ეს ვისკი გამახსენდება ეს ბოთლის დაიცლება ალბათ ეს ბოთლებიც საერთოდ ამოიყიდება და აღარასდროს არ იქნება და 20 წლის მერე თუ კიდე ვისკის დალევის ერთი ადგილი მექნა მაშინაც ვიტყვი რომ აუ ის dark origin რა მაგარი იყო ვიტყვი მორჩა ხო ამ ბოთლზეც ვთქვათ მაშინ ერთი ორი სიტყვა ორჯერ გამოვიდა სულ ეს dark origin-ი 2014-ში და 2017-ში 17-ში იყო ბოლო გამოშვება ეს არის 2017 წლის ბოთლი ზუსტად იდენტური იყო ყველაფერი ბოთლის ფორმაც ფერიც სითხე არ ვიცი. ხო, თაობების ამ სხვა თამაში არ გვაქვს. განსხვავება იყო ყუთში, ძალიან მცირე განსხვავება, Highland Park-ი Dark Origins-ი ოდნავ ზემოთ ეწერა თუ ოდნავ ქვემოთ ეწერა, მეტი სხვაობა არ ყოფილა არაფერი. გამოვიდა ორჯერ, ლიმიტირებულად ორივეჯერ. და დღეს რა თქმა უნდა მხოლოდ აუქციონებზე შეიძლება მისი შეძენა, რო გამოვიდა ღირდა დაახლოებით 50-55 евро, დღეს აუქციონებზე 100-დან 150 ევრომდე მერყეობს ამ ვისკის ფასი. თუ გადაწყვეტთ აქ არის ვისკის კლუბის ბარში. მადლობა რომ ჩვენთან ხართ. გამოიწერეთ არხი, გაწევრდით Facebook ჯგუფში ვისკის მოყოლთა კლუბი.